ადრე როცა ვარჯიში დავიწყე, ფიქრობდი რომ საკვები დანამატები რაღაც განსაკუთრებული მაგიური ხმილი იყო, რომელსაც თუ მოვიხმარდი, ეგრევე კუნთები გამეზრდებოდა და მივაღწევდი სასურველ შედეგს. ხედავდი უზარმაზარ ტიპებს დარბაზში, რეკლამებში, თუ როგორ სვამდნენ ამ შეიკებს და ვთვლი რომ სწორედ ეს იყო მათი საიდუმლო. ნუ გამოცდილებამ მაჩვენა რომ ესე მხოლოდ მე არ ვფიქრობდი და დამწყებთა უმრავლესობაში საკვები დანამატები სწორედ მსგავსად ასოცირდება. თუმცა დანამატები რაღაც მაგია ნამდვილად არაა და მხოლოდ მათი გამოყენებით კუნთები არ გაგვეზრდება. ასე რომ მოდი განვიხილოთ თუ რეალურად რას წარმოადგენს საკვები დანამატები, როგორ მოქმედებს, როგორ არ მოქმედებს, არის თუ არა უსაფრთხო, ან საერთოდ ჭირდება თუ არა ისინი. მოგვიანებით კი დეტალურად განვიხილავ სამ ყველაზე პოპულარულ დანამატს. რა არის საკვები დანამატი? თვითონ სიტყვა დანამატი გვეუბნება რომ ეს არის რაღაც ექსტრა, ნამატი და არა მთავარი კომპონენტი. დანამატები არის კონცენტრირებული ნუტრიენტების ფორმა, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ისედაც ყოველდღიურად მოიხმარს. ცილები, ამინომჟავები, ვიტამინები, მინერალები, ენერგობუსტერები და უამრავი სხვა. ისინი კი დანამატებში ძირითადად ფხვნილის ან ტაბლეტების სახით არის წარმოდგენილი, რომლის მიღებაც ეხმარება ჩვენს ორგანიზმს, რომ უკეთ გაართვას თავი სხვადასხვა დავალებებს, სხვადასხვა სიტუაციებში. უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით მშობლები, როცა მათი შვილი სიტყვა დანამატს, პროტეინს ან ნებისმიერი სხვა დასახელების პროდუქტს ახსენებენ, შეშფოთდებიან და იწყებენ ნერვიულობას. ძირითადად იმ მიზეზით, რომ საკვებ დანამატებს ხშირად აიგივებენ სტეროიდები, რასაც რეალურად მათთან არანაირი კავშირი არ აქვს. სტეროიდები არის ხელოვნური ჰორმონები, რომლებიც სრულიად ცვლის ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებას. დანამატები კი უბრალოდ დამხმარე გაჯერებული ნუტრიენტებია. ასე რომ თუ კი სანდო წარმოების პროდუქტს მოიხმარ დადგენილი დოზებით, არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. მნიშვნელოვანი შეკითხვა: გჭირდება თუ არა საკვები დანამატები სასურველი შედეგის მისაღწევად? გულწრფელი პასუხია: არა, არ გჭირდება. შენ შეგიძლია დაიკლო, მოიმატო, გახდე ათლეტური, უბრალოდ საჭმლის ჭამით. მოწესრიგებული ძილის რეჟიმით და ვარჯიშით. ყოველგვარი დანამატის გარეშე. საკვები დანამატები უბრალოდ გვეხმარება, რომ მარტივად შევივსოთ საჭირო დღიური ნორმა. განსაკუთრებით მაშინ, თუ დაკავებული გრაფიკი გვაქვს და ვერ ვახერხებთ სრულფასოვან კვებას. ნუ შეგვიძლია ერთგვარ ფუფუნების საგნად მივიჩნიოთ. ახლა კი დეტალურად განვიხილოთ ფიტნეს ინდუსტრიაში სამი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული დანამატი. პირველი, რა თქმა უნდა, არის პროტეინი. იგივე ცილა. ფიქრობ, მისი ქართული შესატყვისის არცოდნა ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი ამ დანამატის მიმართ. და უმრავლესობა, რომლის ნაწილიც როგორც მეც ვიყავით, ხვის რომ რაღაც სასწავლმოქმედი ფხვნილია. მაგრამ უნდა გავიაზროთ, რომ პროტეინი, ცილა არის იგივე საკვები, რომელიც მზადდება რძისგან, რაც გვხვდება whey პროტეინი, კაზეინი, ან არის მცენარეული, ძირითადად სოიოს ბაზაზე დამზადებული წარმოდგენილი ფხვნილის სახით. როცა პროტეინს ვსვამთ, ჩვენი ორგანიზმი მას შლის ამინომჟავებად, ცილის მონომერებად, რომელიც გახლავთ კუნთის საშენი მასალა. და სწორედ იგივე რამ მოხდება, თუ შევჭამთ კვერცხს, ქათამს, სტეიქს, ან ნებისმიერ ცილით მდიდარ საკვებს. და მთავარი არსი, რაც არის ამ დანამატის, სწორედ ის არის, რომ თუ კი ვერ ახერხებ საკვებიდან საკმარისი რაოდენობით ცილის მიღებას, რაც ადამიანისთვის, რომელიც ვარჯიშობს საშუალოდ არის 1.5-დან 2.5 გრამამდე კილოგრამზე, შეგიძლიათ დაიხმარო პროტეინი. როდის უნდა მივიღოთ პროტეინი? ძირითადად გამოიყენებენ ვარჯიშის დროს, თუმცა არ აქვს დიდი მნიშვნელობა როდის მიიღებთ, მთავარია შევივსოთ დღიური ნორმა. გადავიდეთ რიგით მეორე ყველაზე ცნობილი დანამატზე და ეს არის კრეატინი. გულწრფელად უნდა ვთქვა, მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთი დანამატის არჩევა რომ შემეძლოს, ეს იქნებოდა კრეატინი. იმიტომ რომ ერთადერთი დანამატია, რომლის საკვებიდან საკმარისი რაოდენობის მიღებაც თითქმის შეუძლებელია. კრეატინი არ გვხვდება არც ხილში, არც ბოსტნეულში. მას შევხვდებით საქონლის წითელ ხორცში ან ორაგულში, რასაც რა თქმა უნდა ყოველდღიურად არავინ არ მიიღებს. ისიც მცირე რაოდენობით. მაგალითად, 9 კილოგრამი ჭლე საქონლის ხორცი რო ავიღოთ და რო შევჭამოთ, მისგან მხოლოდ 2-2.5 გრამ კრეატინს მივიღებთ. ეფექტური დღიური დოზა კი დღეში 5 გრამია. ანუ გამოდის, რომ დღეში 1 კილოგრამი საქონლის ხორცი ან თევზი უნდა შეჭამო, რომ იგივე სარგებელი მიიღო, რასაც 1 კუბი კრეატინი გვაძლევს. თუნდაც მართლა მოახერხო და შეჭამო, დაგიჯდება 100-ჯერ უფრო ძვირი, შეგექნება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები და არც გული გექნება კარგ მდგომარეობაში. ასე რომ კრეატინის საკვებ დანამატად გამოყენება საკმაოდ ლოგიკურია. კრეატინი არის მჟავა ქიმიური ნაერთი, რომელშიც გვხვდება ძმარმჟავა და გუანიდინის სტრუქტურული ელემენტები. უმეტესობას აქვს ზოგადი წარმოდგენა, რომ ის აკავებს კუნთებში წყალს და გვმატებს ენერგიას, მაგრამ მინდა უფრო დეტალურად და გააზრებულად აგიხსნათ თუ როგორ და რის ხარჯზე ვიღებთ მისგან სარგებელს. ჩვენი ორგანიზმი წარმოქმნის ATP-ის მოლეკულას, ადენოზინ ტრიფოსფატს, რაც არის ჩვენი ენერგიის მთავარი წყარო. ATP იხარჯება ნებისმიერი აქტივობისას, განსაკუთრებით მძიმე ვარჯიშის დროს. როცა მისი მარაგი ამოიწურება, ის კარგავს ფოსფატის ერთ მოლეკულას და ტრიფოსფატის ნაცვლად ხდება დიფოსფატი. გარდაიქმნება ADP-ად, ადენოზინ დიფოსფატად. ჩვენს ორგანიზმს კი უწევს მისი თავიდან აღდგენა, რომ კვლავ შეძლოს ძალის გამოყენება. სწორედ ამ დროს ერთვება კრეატინი. როცა კრეატინს მოვიხმართ, ის ჩვენს კუნთებში მარაგდება ფოსფოკრეატინის სახით და ის სწორედ ფოსფატს
F-ს გადასცემს ADF-ს, რაც მას მალევე გარდაქმნის ATF-ს. სწორედ ამიტომ შუა სეტის დროს ენერგიის გამოცვლის ნაცვლად შენ ახერხებ კვლავ გააგრძელო ვარჯიში. რაც შეეხება წყლის შეკავებას. კრეატინი არის ოსმოსურად აქტიური ნივთიერება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კუნთებში მოიზიდავს წყალს. არის თუ არა ეს ცუდი? სულაც არა. დაგროვილი წყალი ინარჩუნებს კუნთების ჰიდრაციას, რაც მათ მუშაობას და აღდგენას კიდევ უფრო აუმჯობესებს. ასევე ის კუნთებს უფრო ამკრივებს და მათ გამოყვანილ სრულ ფორმას აძლევს. ასე რომ მოსაზრებები, რომ ის იწვევს შეშუპებას, გასუქებას არის მცდარი. წყალი გროვდება კუნთის ბირთვში და სივრცეებში და არა კანქვეში. კრეატინის ტიპები. ყველაზე სანდო და გამოკლეული კრეატინის ფორმა ეს არის კრეატინ მონოჰიდრატი. მარტივი, იაფი, ეფექტური და რაც მთავარია მუშა. ბაზარზე შეხვდებათ სხვა ტიპებიც, მაგალითად ჰიდროქლორიდი, კრეალკანინი, რომლებიც აფიშირებენ რომ ეს ფორმულა არის უკეთ შეღწევადი, აბსორბირებადი, რომ მიწევს ნაკლებ შეშუპებას და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად კრეატინ მონოჰიდრატი ყოველთვის მათზე უკეთეს შედეგებს დევს, რასაც ასწავლობით კვლევა ადასტურებს. აქვე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელზეც თითქმის არავინ არ საუბრობს. კრეატინი არა მარტო კუნთებს, ასევე ჩვენი ტვინის ეფექტურ მუშაობასაც უწყობს ხელს. კრეატინს შეუძლია ჩვენი ტვინის კოგნიტური ფუნქციების, მეხსიერების გაუმჯობესება. ასევე გვეხმარება კონცენტრაციასა და აზროვნებაში, განსაკუთრებით თუ კი გაქვთ ცილის პრობლემები და სტრესი. ასე რომ მისი ბენეფიტები დარბაზის მიღმაც ვრცელდება. არ აქვს რაიმე უკუჩვენებები და არც თირკმელებს უქმნის რაიმე პრობლემას, თუ კი ჯანმრთელი ხართ, მისი მიღება არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. კრეატინი შეგიძლიათ მიიღოთ დღის ნებისმიერ დროს, ვარჯიშამდე, ვარჯიშის შემდეგ, ჭამამდე, ჭამის შემდეგ, სულ ერთია. მთავარია შეინარჩუნოთ მისი კონცენტრაცია და მიიღოთ ყოველდღიურად. მოკლედ, კრეატინი არის ყველაზე ხირებული დანამატი, რის მიღებაც შეგიძლიათ. ის გვეხმარება პერფორმანსში, აღდგენაში და ჩვენი ტვინის უკეთ ფუნქციონირებაშიც კი. და რაც ყველაზე კარგია, არის ხელმისაწვდომი, მუშა და უსაფრთხო. ხოლო მესამე დანამატი ეს არის pre-workout. მასზე ბევრი საუბარი არ მოგვიწევს. ფაქტობრივად ეს არის დარბაზის ენერგეტიკული სასმელი, რომლის ძირითადი აქტიური ნივთიერება არის კოფეინი, რაც გვაძლევს ენერგიას, რომ უკეთ ვივარჯიშოთ. ასევე შეიცავენ ბეტა-ალანინს, ციტრულინს, რაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და გვაძლევს უკეთეს ფამს. და ზოგიერთი შესაძლოა შეიცავდეს კრეატინს, რადგან მგონი უკვე საკმარისად ვისაუბრეთ. თუ კი დამღლელი დღის შემდეგ კარგად ვარჯიშის მუღამი გაქვს, pre-workout-ი დაგეხმარება. მაგრამ თუ ისედაც ენერგიულად გრძნობ თავს, მაშინ არაფერში არ გჭირდება. შეგიძლიათ მიიღოთ ვარჯიშამდე 20-30 წუთით ადრე, არა გადამეტებული დოზით, თუ რა თქმა უნდა ღამის 3 საათზე ჭერის ყურებით არ ხართ დაინტერესებული და უბრალოდ მოერიდეთ არასერტიფიცირებულ ბრენდებს, რომლებშიც გვხვდება რაღაც გაურკვეველი ნივთიერებები. მოკლედ, საკვები დანამატები ნამდვილად გვეხმარება, თუმცა ვიღაცის კარგ ფორმაში ყოფნის მიზეზი ნამდვილად არ არიან. ვარჯიში, კვება, ძილი და კვლავ გამეორება, სწორედ ეს იძლევა შედეგს. დანამატები კი ამ გზაზე უბრალოდ ხელს გვიწყობენ. სულ ეს იყო, თუ მოგეწონათ, აუცილებლად დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და გამოიწერეთ არხი. ეხლა ცოტა გამოცდების და აღდგომის პერიოდი იყო, ამიტომ ცოტა დაგუგვიანდა ვიდეოს დადება, მაგრამ რა თქმა უნდა, აგვაპირებთ გაჩერებას და აუცილებლად თვალი გვადენეთ, ავიდეთ 1000 გამომწერს. და კაროჩე, ჭამეთ რა საჭმელი, არ გინდათ ეს ნარკოტიკები და ესე.